რეფლექსიების ეს სერია იკვლევს ფრთაზე ქადაგებისა და სახარებისეული დისკურსების ძირითად ჭეშმარიტებებს, რომლებიც 2000 წლეულის განმავლობაში კაცობრიობისთვის სულიერი კომპასის როლს ასრულებდნენ. შერჩეული ციტატებიდან თითოეული განასახიერებს ცხოვრების ფუნდამენტურ კანონს, რომელიც გზას უხსნის შინაგანი თავისუფლების, მშვიდობისა და ღმერთთან ნამდვილი სიახლოვისკენ. ქრისტეს სიტყვები ძალაუფლების, წარმატებისა და სამართლიანობის ნაცნობ მიწიერ წარმოდგენებს არღვევს. მატერიალური ნივთებისკენ სწრაფვის ნაცვლად ის გვთავაზობს ცათა სასუფეველის ძიებას შურისძიების ნაცვლად მტრების მიმართ რადიკალურ სიყვარულს რელიგიური სიამაყის ნაცვლად ფარულ წყალობასა და მონანიებულ გულს. ვაზის ვიწრო ბილიკისა და კლდეზე აგებული სახლის მეტაფორების მეშვეობით იესო აჩვენებს, რომ სულიერი ცხოვრება მოითხოვს შეგნებულ არჩევანს და ყოველდღიურ ნდობას მისი მადლის მიმართ. ეს ტექსტები დაგეხმარებათ ნაცნობი ხაზების მიღმა დაინახოთ ცოცხალი ძალა, რომელსაც შეუძლია ყოველდღიური რუტინა გარდაქმნას მნიშვნელოვან მსახურებად და იპოვოს ურყევი მხარდაჭერა მუდმივად ცვალებად სამყაროში. ნუ ღელავთ. ამიტომ ნუ ზრუნავთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თავის საქმეებზე იზრუნებს. საკმარისია ყოველი დღისთვის თავისი საზრუნავი. მათე 6:34. მათე 6:34 ის მუხლის სულიერი სტრატეგია, შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად. ამ სწავლების არსი სულის რესურსების სწორად განაწილებაა. ხვალინდელ დღეზე ფიქრი არის მცდელობა, გადაჭრას პრობლემები, რომლებიც ჯერ არ წარმოიშვა იმ ძალის გამოყენებით, რომელიც ჯერ არ გაგვაჩნია. იესო მიუთითებს მნიშვნელოვან სულიერ პრინციპზე, ღმერთი ადამიანს ნაწილ-ნაწილ აძლევს მადლს, სიბრძნეს და ძალას კონკრეტულად დღევანდელისთვის. როდესაც ვცდილობთ გონებრივად გადავიტანოთ თავი მომავალში და გავიტანოთ პოტენციური სირთულეები, გარდაულად ვტყდებით მათ სიმძიმეს, რადგან ვცდილობთ მთელი კვირის სიმძიმე ერთი დღის მხრებზე ვატაროთ. ფრაზა საკმარისია ყოველი დღისთვის თავისი საზრუნავი აღიარებს ცხოვრების რეალობას, სირთულეები არსებობს და ისინი არ უნდა იყოს იგნორირებული. თუმცა იესო მოგვიწოდებს ყურადღება გავამახვილოთ აწმყოზე. ღვთისმფარველობის ქვეშ აქ და ახლას ცხოვრება ნიშნავს მისი განგებულების ნდობას. წუხილი ხშირად ფარული მცდელობაა, საკუთარი ცხოვრების ღმერთად გახდე, ყოველი დეტალის წინასწარ განჭვრეტის მცდელობით. თუმცა რწმენა გვთავაზობს ბავშვის პერსპექტივას, რომელმაც იცის, რომ მისი ხვალინდელი დღე უკვე მამის მოსიყვარულე ხელშია. ამ ინსტრუქციის მნიშვნელობა არ არის უყურადღებობა ან პასუხისმგებლობის უარყოფა. დაგეგმვა გონივრულია, მაგრამ წუხილი, რაც ნიშნავს შიშითა და გაურკვევლობით ტანჯვას დამანგრეველია. ხვალინდელი დღის ხელიდან გაშვებით, ჩვენ ვათავისუფლებთ ენერგიას, რათა დღეს რაც შეიძლება ეფექტურები, კეთილები და ყურადღებიანები ვიყოთ. მომავლის შიშზე ნამდვილი გამარჯვება მაშინ იწყება, როდესაც ვხვდებით, რომ ის, ვინც წარსულის განსაცდელებში გვიწვებოდა, უკვე გველოდება ხვალინდელ დღეს თავისი ახალი მხარდაჭერით. უპირველეს ყოვლისა ეძიეთ ღვთის სასუფეველი. უპირველეს ყოვლისა ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ეს ყველაფერი შეგემატებათ. მათე 6:33. პირველ რიგში ეძიეთ სასუფეველი ნიშნავს, რომ ღვთისნება მისი ღირებულებების სიყვარული, წყალობა და მშვიდობა თქვენი ცხოვრების მთავარ აქცენტად აქციოთ. ეს არ არის მოწოდება პასიურობისა და თავის დაღწევისკენ. პირიქით, ეს გულის რესტრუქტურიზაცია, მთავარი კითხვა არ არის როგორ შემიძლია გადარჩენა, არამედ როგორ შემიძლია ასახავდეს ღვთის ხასიათს ჩემს ქმედებებში დღეს. მისი სიმართლის ძიება გულისხმობს მოტივებისა და მოქმედების სიწმინდისკენ სწრაფვას, რომელიც შეესაბამება სამართლიანობის ღვთაებრივ სტანდარტს. იესოს მიერ გამოვლენილი პარადოქსი ის არის, რომ მატერიალური სიკეთეები საკვებით ტანსაცმელი, თავშესაფარი არ არის ის, რასაც დევნა და სულის დაღლა სჭირდება. როდესაც შემოქმედი იკავებს თავის კანონიერ ადგილს, როგორც მეფე ჩვენს ცხოვრებაში, ის საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს თავისი შვილი. ფრაზა ეს ყველაფერი შეგემატებათ ღვთის განგებულების დაპირებაა. ამ ჭეშმარიტების მნიშვნელობა სულიერი თავისუფლებაა. როდესაც ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც ღმერთისთვის ძვირფასია, ის სიყვარულით ზრუნავს იმაზე, რაც ჩვენთვის აუცილებელია. ეს არის გზა დამაუძლურებელი შფოთვისგან ღრმა სიმშვიდისკენ, სადაც მიწიერი მოთხოვნილებები აღარ არის ტირანი და ზეციერი მამისადმი ერთგულების ბუნებრივ შედეგად იქცევა. ფარულად აკეთე სიკეთე. ხოლო როცა მოწყალებას გასცემ, ნუ იცი შენმა მარცხენამ, რას აკეთებს შენი მარჯვენა. მათე 6:3. ფრაზა ნუ იცი შენმა მარცხენამ, რას აკეთებს შენი მარჯვენა უკიდურესი მოკრძალებისკენ მოწოდებაა. სულიერად ეს ნიშნავს, რომ კეთილი საქმე ისე ბუნებრივად და უანგაროდ უნდა შესრულდეს, რომ გამცემიც კი არ აგროვებს საკუთარ დამსახურებას.
როდესაც ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს ღვთისმოსაობას სხვების მიმართ ან საკუთარ ფიქრებში ჩვენ ქველმოქმედებას გარიგებად ვაქცევთ, ამით უპირატესობის გრძნობას ვყიდულობთ. იესო აფრთხილებს, ვინც სიკეთეს საჩვენებლად აკეთებს, უკვე მიიღო თავისი ჯილდო წარმავალი ადამიანური ქების სახით. მაგრამ ჭეშმარიტი ქველმოქმედება ადამიანსა და ღმერთს შორის ინტიმური დიალოგია. საიდუმლო იცავს სულს სიამაყის შხამისგან. როდესაც კეთილი საქმე სამყაროსგან საიდუმლოდ რჩება, ის წყვეტს შესრულებას და სიყვარულის სუფთა გამოხატულებად იქცევა. ამ ცნების მიზანია სიკეთე ჩვენი ბუნების ნაწილად ვაქციოთ და არა მხოლოდ ჩვენი ბრენდის ნაწილად. მხოლოდ ის ხელი, რომელიც გასცემს სანაცვლოდ არაფრის მოლოდინის გარეშე, საკუთარი მოწონების მოლოდინის გარეშეც კი ხდება ღვთისნების ჭეშმარიტი ინსტრუმენტი. გიყვარდეთ თქვენი მტრები. მე კი გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტრები, აკურთხეთ თქვენი წყევლა გმობარი, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც ბოროტად იყენებთ და გდევნით. მათე 5:44. ბიბლიური გაგებით, მტრების სიყვარული არ არის იძულებითი სითბო, რომლის ხელოვნურად გამოწვევა შეუძლებელია. ეს არის ნების შეგნებული არჩევანი, გადაწყვეტილება იმოქმედოთ მათთვის, ვისაც თქვენი ბოროტება სურს. წყევლაზე საპასუხოდ კურთხევა და მდევნელებისთვის ლოცვა ნიშნავს სიძულვილის მანკიერი წრის დარღვევას. როდესაც ბოროტებას ბოროტებით ვპასუხობთ, მტერს საშუალებას ვაძლევთ, რომ ჩვენი ქცევა განსაზღვროს და ჩვენი სულები მოიწამლოს. სიყვარულის არჩევით, ჩვენ ვინარჩუნებთ შინაგან თავისუფლებას და ვხდებით ღმერთის მსგავსი, რომელიც თავის მზეს ბოროტებსა და კეთილებზე ამოჰყავს. ლოცვა მათთვის, ვინც გვაწყენინებს, განკურნების ძლიერი იარაღია. ის მტერს ართმევს ძალაუფლებას ჩვენ შინაგან სამყაროზე და სიტუაციას ღვთის ხელში ათავსებს. ამ ჭეშმარიტების მნიშვნელობა ის არის, რომ სიბნელე მხოლოდ სინათლით შეიძლება დაიპყრო. ეს მცნება არა მხოლოდ გვიცავს დამანგრეველი სიმწარისგან, არამედ გარემოებების მონებიდან მშვიდობის შემქმნელებად გვაქცევს, რომლებსაც ჩვენში ბოროტების გავრცელების შეჩერება შეუძლიათ. შედით ვიწრო კარიბჭით. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელიც სიცოცხლისკენ მიდის და ცოტანი პოულობენ მას. მათე 7:14. ქრისტეს ეს მეტაფორა მთაზე ქადაგების ერთ-ერთი ყველაზე ფხიზელი გაფრთხილებაა. ის აღწერს ფუნდამენტურ არჩევანს, რომლის წინაშეც ყველა სული დგას, პოპულარულსა და ჭეშმარიტს შორის. ფართო კარიბჭე სიმბოლურად გამოხატავს უმცირესი წინააღმდეგობის გზას. ეს არის ინერციით ცხოვრება, ბრბოს მიყოლა, ეგოს დაკმაყოფილება და ნებისმიერ ფასად ნუგეშის ძიება. ამ გზაზე განზრახ შესვლა საჭირო არ არის ის ნაგულისხმევად იპოვება. თუმცა იესო აფრთხილებს, რომ ამ გზის აშკარა სიმარტივე მატყუ არაა და სულიერ განადგურებამდე მიგვიყვანს. ვიწრო კარიბჭე და ვიწრო გზა წარმოადგენს არჩევანს ყურადღებისა და თავგანწირვის სასარგებლოდ. ვიწრო კარში გასასვლელად ხშირად უწევთ ზედმეტი ბარგის დატოვება, სიამაყით, ცუდი ჩვევები და საყოველთაო მოწონების სურვილი. ეს გზა მოითხოვს სულიერ დისციპლინას, ღვთის წინაშე პატიოსნებას და მზადყოფნას, წინააღმდეგ წავიდეთ. ის ვიწროა არა იმიტომ, რომ ღმერთს სურს ჩვენი სიხარულის შეზღუდვა, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის კონკრეტულია და გულის სიწმინდეს მოითხოვს. ამ სწავლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტი ცხოვრება სულიერი სისავსე და მარადისობა შემთხვევითობა არ არის, არამედ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების შედეგია. იესო ამას ყოყმანობს, ეს გზა რთულია და ცოტას აქვს გამბედაობა, აირჩიოს ის კომფორტული ილუზიის ნაცვლად. მაგრამ ეს ვიწრო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჭეშმარიტ თავისუფლებამდე და შემოქმედთან შეხვედრამდე მიდის. კლდეზე ააშენე შენი სახლი. ამიტომ ყველა, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და პრაქტიკაში გამოიყენებს, შევადარებთ ბრძენ კაცს, რომელმაც თავისი სახლი კლდეზე ააშენა. მათე 7:24. მთაზე ქადაგების ბოლო აკორდი მოქმედებისკენ მოწოდებაა. იესო განასხვავებს თავის მსმენელებს არა მათი ინტელექტის ან ღვთისმოსაობის დონით, არამედ მათი მზადყოფნით, პრაქტიკაში გამოიყენონ ის, რაც მოისმინეს. ამ მეტაფორაში სახლი სიმბოლურად გამოხატავს ყველაფერს, რასაც ვაშენებთ, ჩვენს პიროვნებას, ურთიერთობებს, ღირებულებებსა და ცხოვრებისეულ მიზნებს. ამ სწავლების მთავარი აზრი მოსმენასა და მოქმედებას შორის განსხვავებაა. ჭეშმარიტების ცოდნა მისი გამოყენების გარეშე მხოლოდ დეკორაციაა, საფუძვლის გარეშე. ბრძენი ადამიანი ხვდება, რომ ქარიშხლები, ცხოვრებისეული კრიზისები, დანაკარგები, იმედგაცრუებები და თავად დრო ყველასთვის გარდაუვალია. იესო ხაზს უსვამს, განსაცდელები ყველას დაატყდება თავს გამონაკლისის გარეშე. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რაზე დგას თქვენი ცხოვრება, როდესაც ქარიშხალი იწყება. კლდეა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული იდეა, არამედ ქრისტეს კონკრეტული სიტყვები.
კლდეზე აშენება ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღებას მისი მცნებების საფუძველზე, მაშინაც კი, როდესაც ესე წინააღმდეგება პირად სარგებელს ან მოდას. ქვიშა კი მეორე მხრივ სიმბოლურად გამოხატავს ყველაფერს, რაც ცვალებადია და არასანდოა, საზოგადოებრივ აზრს, წარმავალ ემოციებს, მატერიალურ წარმატებას ან თავდაჯერებულობას. ამ ციტატის აზრი ისაა, რომ სულიერი სიმტკიცე დამოკიდებულია არა სირთულეების არარსებობაზე, არამედ საფუძვლის ხარისხზე. ღმერთისადმი ყოველდღიურ მორჩილებაზე აგებული ცხოვრება იძენს შინაგან ძალას, რომელსაც ვერანაირი გარეგანი გარემოება ვერ გაანადგურებს. ემსახურეთ თავმდაბლობით. რადგან კაცის ძეც კი არ მოვიდა იმისთვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ემსახუროს და თავისი სული შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად. მარკოზი 10:45. ეს ფრაზა ქრისტეს მიწიერი მსახურების არსია. ის სრულიად არღვევს სიდიადისა და ძალაუფლების შესახებ ჩვეულებრივ ადამიანურ წარმოდგენას. ჩვენს სამყაროში სტატუსი, როგორც წესი, იძლევა სხვებისგან ყურადღებისა და მომსახურების მოთხოვნის უფლებას, მაგრამ იესო გვთავაზობს რადიკალურად განსხვავებულ მოდელს ლიდერობას მსახურების გზით. იესო საკუთარ თავს კაცის ძეს ზეციური დიდებულების ტიტული უწოდებს და მაშინვე მსახურის როლს უკავშირებს. ის მოვიდა არა მიწიერი ტახტის დასაკავებლად და პატივით ტკბობისთვის, არამედ თავისი მოწაფეებისთვის ფეხების დასაბანად, გარიყულების განკურნებისა და გაჭირებულთათვის თავისი დროის დასათმობად. ეს სწავლება ანადგურებს ეგოიზმს და ამბიციას, აჩვენებს, რომ ღვთის თვალში ჭეშმარიტად დიდი არ არის ის, ვინც ყველაფერზე მაღლა დგას, არამედ ის, ვინც მზადა ყველაფერზე დაბლა დაიხაროს, რათა დაეხმაროს მოყვასს. ამ გზის კულმინაცია არა მხოლოდ კეთილი საქმეებია, არამედ მსხვერპლშეწირვა. სიტყვა გამოსყიდვა ეხება სხვისი თავისუფლებისთვის გადახდილ ფასს. იესო ნებაყოფლობით გასწირავს თავის სიცოცხლეს, რათა კაცობრიობა ცოდვის ძალისგან გაათავისუფლოს. ამ ციტატის მნიშვნელობა ის არის, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის მსხვერპლია. ეს არის მოწოდება თითოეული ჩვენგანისთვის, შეწყვიტეთ აღიარების ძიება და დაიწყეთ მსახურების შესაძლებლობების ძიება, რადგან სწორედ აქ ვლინდება ქრისტეს ჭეშმარიტი ბუნება. ისწავლეთ იესოსგან. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მე მშვიდი და გულით მდაბალი ვარ და თქვენ პოვებთ სიმშვიდეს თქვენი სულებისთვის. მათე 11:29. ქრისტეს ეს სიტყვები გასაოცარი პარადოქსია, ის გთავაზობთ მოსვენებას და მოგიწოდებთ უღლის აღებისკენ. ამ ხატის სიღრმის გასაგებად უნდა გავიხსენოთ უძველესი უღლის სტრუქტურა. ეს იყო ხის ჩარჩო, რომელიც აერთიანებდა ორ ცხოველს საერთო შრომისთვის. ხშირად გამოცდილ ხარს ამაგრებდნენ ახალგაზრდასთან, უფროსი კი წინ უძღვებოდა გამოუცდელს და ტვირთის სიმძიმეს იტანდა. მოწოდება იტვირთეთ ჩემი უღელი არ არის მოწვევა ახალი მონობისკენ, არამედ მოწვევა ღმერთთან ხელის შეკვრისკენ. იესო ამბობს, შეწყვიტეთ თქვენი ცხოვრების მოწესრიგება. დადექით ჩემს გვერდით და მე ვიტვირთავ ტვირთს. ჩვენ ხშირად ვწდებით ჩვენივე ამბიციების, ცოდვების ან სხვების მოლოდინების უღლის ქვეშ. ქრისტე გვთავაზობს თავის ხელმძღვანელობას, რომელიც არ გვჩაგრავს, არამედ გვათავისუფლებს. ამ მასწავლებლის უნიკალურობა მის ხასიათშია. მომთხოვნი ამქვეყნიური ლიდერებისგან განსხვავებით ის გულით თვინიერი და თავმდაბალია. მისი თვინიერება სისუსტე კი არა, სიყვარულით წარმართული ძალაა. ის არ გვაიძულებს ყვირილით, არამედ მოთმინებით გვასწავლის თავისი მადლის რიტმს. ამ ჭეშმარიტების მნიშვნელობა ის არის, რომ სულის სიმშვიდე არა უსაქმურობაში, არამედ სწორ პარტნიორობაშია. როდესაც ქრისტეს ვუშვებთ, რომ განსაზღვროს ჩვენი გზა და ტემპი, შინაგანი არეულობა ქრება. სულის სიმშვიდეს პოულობს არა იმიტომ, რომ სირთულეები გაქრა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ აღარ მართავთ მათ მარტო ის, ვისაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ჩვენს გვერდით დადის. რწმენის ძალა მარცვლის ზომისაა. მაშინ იესომ უთხრა მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ზომის რწმენა და ეტყვით ამ მთას, გადადი აქედან იქით, ის გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. მათე 17:20. იესო იყენებს პაწაწინა მდოგვის მარცვლსა და კოლოსალურ მთას შორის კონტრასტს, რათა გვასწავლოს, რომ სულიერ სამყაროში მნიშვნელობა არ აქვს ზომას, არამედ ხარისხსა და სიცოცხლის უნარიანობას. მდოგვის მარცვალი იუდეაში ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პატარა თესლი. თუმცა ის შეიცავს სიცოცხლეს და ზრდის უზარმაზარ პოტენციალს. ამ ხატოვნების გამოყენებით ქრისტე ხაზს უსვამს, რომ ჩვენ არ გვჭირდება დიდი რწმენა ფსიქოლოგიური დარწმუნებულობის ან თვითჰიპნოზის გაგებით. საკმარისია მცირე, მაგრამ გულწრფელი და ცოცხალი კავშირი ღმერთთან. ჭეშმარიტი რწმენა არ არის ჩვენი პირადი ძალისხმევა, არამედ არხი, რომლის მეშვეობითაც მოქმედებს შემოქმედის ძალა.
და სიმბოლურად გამოხატავს დაბრკოლებებს, რომლებიც აბსოლუტურად ურყევი და გადაულახავი ჩანს, ძველი ჩვევები, რთული გარემოებები ან შინაგანი შიშები. ამ სწავლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ჩვენ უსასრულო ღმერთს ვეყრდნობით და არა ჩვენ შეზღუდულ რესურსებს, ჩვენი პრობლემები კარგავს თავის ფატალურობას. ამ ჭეშმარიტების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ დოგვის მარცვლის ზომის რწმენა არის აღიარება. მე პატარა ვარ, მაგრამ ჩემი ღმერთი დიდია. თავმდაბლობისა და ნდობის ასეთი პოზიცია შეუძლებელს შესაძლებელს ხდის, რადგან მთებს ადამიანი კი არა, მათი შემქმნელი აადგილებს. თავარია, რომ რწმენა იყოს ცოცხალი, არა ფორმალური და მიმართული სწორი ობიექტისკენ, ქრისტესკენ. ყოველთვის აპატიე. მაშინ პეტრე მივიდა მასთან და უთხრა: უფალო, რამდენჯერ უნდა შესწოდოს ჩემმა ძმამ ჩემს წინააღმდეგ და ვაპატიო? 7 ჯერ. იესომ უთხრა მას: არ გეუბნები შენ 7 ჯერ, არამედ 70 ჯერ 7 ჯერ. მათე 18:21-22. პეტრესა და იესოს შორის ეს დიალოგი ავლენს ადამიანის გულის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ილუზიას, პატიების იდეას, როგორც იურიდიულ გარიგებას ან შეზღუდულ რესურსს. პეტრე 7 ჯერ პატიების შეთავაზებით თავს წარმოუდგენლად დიდ სულოვნად თვლიდა. მისი დროის ებრაულ ტრადიციაში სტანდარტული წესი იყო 3 ჯერ პატიება. პეტრეს შეთავაზება ნორმას აორმაგებდა და მიაღწია სისრულის ბიბლიურ რიცხვს 7-ს. ის ეძებდა ზღვარს, რომლის იქითაც პატიება ლეგიტიმურად შეწყდებოდა და სამართლიან რისხვაზე გადავიდოდა. იესოს პასუხი 70 ჯერ 7 ჯერ არ არის მათემატიკური ფორმულა ან მოწოდება, ფალყური ადევნა შეცდომებს, სანამ არ მიაღწევ შენს 490 შეცდომას. ეს უსასრულობის მეტაფორაა. იესო კითხვას არითმეტიკის სფეროდან ხასიათის სფეროზე გადააქვს. ის ამბობს: შეწყვიტე დათვლა. როგორც კი დანაშაულების აღრიცხვას დაიწყებ, ჭეშმარიტად პატიებასაც შეწყვეტ. ამ ჭეშმარიტების მნიშვნელობა იესოს შემდეგ იგავში ვლინდება. პატიებისადმი ჩვენი უხალისობა ხშირად გამომდინარეობს იმ კოლოსალური ვალის დავიწყებიდან, რომელიც თავად ღმერთმა გვაპატია. პატიება არ არის დამნაშავის მიმართ დათმობა, არამედ განაწყენებულისთვის გათავისუფლება. აღრიცხვით, ჩვენ წარსულის ტკივილს მიჯაჭვულები ვრჩებით. უსასრულო პატიება ცხოვრების წესია, რომელიც გულს სიმწარის შხამისგან იცავს. ის აღიარებს, რომ ღვთისწყალობა საზღვრები არ აქვს და მოგვიწოდებს, გავხდეთ ამ უსასრულო სიყვარულის გამტარებლები განკითხვასა და შურისძიებას მიჩვეულ სამყაროში. გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მეორეც მსგავსია, გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მათე 22:39. იესოს ეს მცნება ქრისტიანული ეთიკის საფუძველი და ჩვენი სულიერების პრაქტიკული საზომია. ის განუყოფლად არის დაკავშირებული პირველ მცნებასთან, ღვთის სიყვარულთან, რადგან შეუძლებელია გიყვარდეს უხილავი შემოქმედი, უგულებელყო მისი ქმნილება, რომელიც მის ხატად არის შექმნილი. ფრაზა როგორც თავი შენი ხშირად არასწორად არის გაგებული. იესო არ მოგვიწოდებს ეგოცენტრიზმის განვითარებისკენ, ის მიუთითებს თვითგადარჩენისა და ზრუნვის ბუნებრივ ინსტინქტზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია. ჩვენ ინსტინქტურად გვინდა ვიყოთ კარგად გამოკვებილები, გამტბარები, დაცულები და გაგებულები. ქრისტე გვთავაზობს ამ შინაგანი საზომის გამოყენებას, როგორც სხვების მოპყრობის სტანდარტს. თუ უხეში სიტყვა მწყინს, არ უნდა ვუთხრა სხვას. თუ დახმარება მჭირდება გასაჭირში, უნდა გავუწიო ჩემს მოყვას. ქრისტეს სწავლებაში მოყვასია არა მხოლოდ ოჯახის წევრი ან მეგობარია. კეთილი სამარიელის იგავში იესო ამ კონცეფციას აფართოებს ნებისმიერ გაჭირვებულ ადამიანზე, მიუხედავად მათი რწმენის, ეროვნებისა თუ სტატუსისა. ამ ჭეშმარიტების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარული არ არის გრძნობა, არამედ მოქმედება. ეს არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, სხვისი ინტერესები საკუთარ ინტერესებთან ერთად დააყენო. როდესაც ამ პრინციპით ვცხოვრობთ, ეგოიზმი უკან იხევს და ჩვენს გარშემო არსებული სამყარო გარდაიქმნება, რადგან ყველა ადამიანში ვიწყებთ ჩვენივე ღირებულების ტოლფასი ღირებულების დანახვას. იფხიზლეთ და ილოცეთ. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ ჩავარდეთ ცდუნებაში, სულინებითა, ხორცი კი სუსტი. მათე 26:41. იესოს ეს სიტყვები, რომლებიც გეთსიმანიის ბაღში წარმოთქვა, ავლენს ადამიანის ბუნების შესახებ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას, მარადიულ კონფლიქტს ჩვენს მაღალმისწრაფებებსა და ფიზიკურ შეზღუდვებს შორის. აქ ქრისტე გვთავაზობს სულიერი უსაფრთხოების უნივერსალურ ფორმულას, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება: სიფხიზლე და დამოკიდებულება. ამ კონტექსტში ფხიზლად ყოფნა ნიშნავს არა მხოლოდ ცილის არარსებობას, არამედ სულიერი ცნობიერების მდგომარეობას.
ეს არის რეალობის ფხიზელი შეფასების, მოახლოებული საფრთხის შემჩნევის და თვითმოტყუების ხაფანგების ამოცნობის უნარი. სიფხიზლე გვიცავს სულიერი ძილისგან, რომელშიც ცდუნების ადვილი მსხვერპლივ ხდებით. ილოცე ნიშნავს ღმერთისადმი ჩვენი საჭიროების აღიარებას. იესო ხაზს უსვამს, ხორცი სუსტია. ყველაზე კეთილშობილური განზრახვების შემთხვევაშიც კი სულინებითა, ადამიანს არ აქვს საკმარისი შინაგანი რესურსები, რომ მხოლოდ ბოროტებას დაუპირისპირდეს. ლოცვა ჩვენს სისუსტეს მის ყოვლის შემძლეობასთან აკავშირებს. ეს არ არის ფორმალური რიტუალი, არამედ სასიცოცხლო კავშირი ძალის წყაროსთან. ამ ციტატის მნიშვნელობა ისაა, რომ თავდაჯერებულობა მორწმუნის ყველაზე საშიში მტერია. ცდუნება იმარჯვებს არა მაშინ, როდესაც ჩვენ რაიმე ქმედებას ჩავდივართ, არამედ მაშინ, როდესაც სიფრთხილეს ვკარგავთ და შემოქმედისგან მხარდაჭერის ძიებას ვწყვეტთ. ქრისტიანის ნამდვილი ძალა საკუთარი სისუსტის თავმდაბლურად აღიარებით იბადება, რაც მას აიძულებს, ყოველთვის ფხიზლად და ღმერთთან დიალოგში იყოს. მორჩილების სიხარული. იესომ უპასუხა მას, თუ ვინმე მიყვარს, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემით შეიყვარებს მას და ჩვენც მივალთ მასთან და დავიმკვიდრებთ საცხოვრებელს მასთან. იოანე 14:23. ეს ციტატა ავლენს ქრისტიანული ცხოვრების ღრმა საიდუმლოს. ღვთისადმი ჭეშმარიტი სიყვარული გამოიხატება არა ემოციებით ან სიტყვებით, არამედ მორჩილებით. იესო ამყარებს პირდაპირ კავშირს ჩვენს გრძნობებსა და ჩვენს ქმედებებს შორის. სიტყვის დაცვა ნიშნავს ქრისტეს სწავლების ჩვენი გადაწყვეტილებების, ღირებულებებისა და ქმედებების საფუძვლად ქცევას. ამ მუხლის ცენტრალური სახეა საცხოვრებელი. ეს სიტყვა აღნიშნავს მუდმივ საცხოვრებელს, სახლს. ქრისტე გვპირდება რაღაც გასაოცარს, ღმერთი არ სტუმრობს ადამიანს უბრალოდ შთაგონების მომენტებში, მას სურს, რომ მისი გული მისი მუდმივი მისამართი გახდეს. როდესაც ჩვენ ნებაყოფლობით ვემორჩილებით ჩვენს ნებას ღვთის სიტყვას, ჩვენი შინაგანი სივრცე განიწმინდება და მზადდება თავად შემოქმედის თანდასწრებისთვის. ეს დაპირება ხელს უსვამს ორმხრივობას. მორჩილების გზით ღვთისკენ გადადგმულ ჩვენს ნაბიჯს მისი პასუხი მოჰყვება მამისა და ძის მოსვლა ჩვენს ცხოვრებაში. ამ ჭეშმარიტების მნიშვნელობა ის არის, რომ რწმენა არ არის შორეული რელიგია, არამედ ინტიმური, ცოცხალი ერთიანობა. ადამიანი, რომელიც სიტყვით ცხოვრობს, ხდება ტაძარი, სადაც ღვთაებრივი სიმშვიდე და სინათლე მკვიდრობს. ამრიგად მორჩილება არ არის მძიმე ტვირთი, არამედ გასაღები კარისა, რომელსაც ვაღებთ, რათა ღმერთი ჩვენს სახლში შემოვიდეს. ღვთის მკვიდრობა ჩვენში გვანიჭებს დაცვას, სიბრძნეს და ზებუნებრივ სიხარულს, რომლის პოვნა სხვაგვარად შეუძლებელია. ნდობა ხილვის გარეშე. იესომ უთხრა მას, რადგან მიხილე ირწმუნე. ნეტ არ არიან ისინი, ვინც ვერ ხედავენ და მაინც ირწმუნეს. იოანე 20:29. იესოს ეს პასუხი მოციქულ თომასადმი ეხება რწმენის არსს და განასხვავებს მტკიცებულებასა და ნდობას. თომა იყო ადამიანი, რომელიც ემპირიულ დადასტურებას ეძებდა, თუ არ დავინახავ, არ ვირწმუნებ. ქრისტე ქედმაღლურად ეკიდება მის სისუსტეს, ნებას რთავს მას შეეხოს მის ჭრილობებს, მაგრამ მაშინვე აცხადებს ჭეშმარიტებას, რომელიც გახდება საფუძველი მორწმუნეთა ყველა მომავალი თაობისთვის. ნეტ არ არიან ისინი, ვინც ვერ ხედავენ, არ არის საყვედური მათთვის, ვინც ეძებს ფაქტებს, არამედ განსაკუთრებული სულიერი ბედნიერების ნეტარების გამოცხადება მათთვის, ვისაც შეუძლია ენდოს ღმერთს ხილული გარანტიების გარეშე. სასწაულზე ან ფიზიკურ ყოფნაზე დაფუძნებული რწმენა ხშირად მკიფია და დამოკიდებულია გარე პირობებზე. ჭეშმარიტი რწმენა არის დასტური იმისა, რაც არ ჩანს. ის იბადება არა ხილვიდან, არამედ ღვთის სიტყვისა და სულიწმიდის მოწმობაზე შინაგანი რეაქციიდან. ამ ციტატის მნიშვნელობა ის არის, რომ ქრისტეს ხორციელად არ ყოფნა არ არის დაბრკოლება მასთან შეხვედრისთვის. პირიქით, ბრმა რწმენა მოითხოვს უფრო მეტ სულიერ გამბედაობას და შემოქმედთან ღრმა პირად სიახლოვეს. ის საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ღვთის ყოფნა ლოცვის სიჩუმეში, ცხოვრებისეულ გარემოებებსა და ჩვენი გულის სიღრმეში. იესო გვაკურთხებს 2000 წლის შემდეგ ცოცხლობს, ჩვენი რწმენა, რომელიც ფიზიკურ ხილვაზე არ არის დაფუძნებული, მის თვალში დიდი ღირებულებისაა. ის უხილავს რეალურს ღვთის, იმედს კი სიცოცხლის მყარ საფუძვლად აქცევს. ჭეშმარიტ ვაზში დარჩენა. მე ვარ ვაზი, თქვენ კი ტოტები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, ის ბევრ ნაყოფს იძლევა, რადგან ჩემს გარეშე ვერაფერს გააკეთებთ. იოანე 15:5. ქრისტეს ეს მეტაფორა სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა. ვენახის ხატის გამოყენებით, რომელიც იუდეის ყველა მკვიდრისთვის ნაცნობია, იესო ავლენს ადამიანის შემოქმედზე აბსოლუტური დამოკიდებულების პრინციპს. აქ ცენტრალური იდეა ორგანული ერთიანობაა.
ვაზი სიცოცხლის, წვენისა და ძალის წყაროა. ტოტები დამოუკიდებლად ვერ იარსებებენ, მათი ერთადერთი მიზანი და გადარჩენის საშუალება ღეროსთან განუყოფლად დაკავშირებაა. იესო ამბობს, მე ვარ ეს წყარო. ჩვენი რწმენა, სიბრძნე და სიყვარულის უნარი ჩვენივე დაგროვება არ არის, არამედ ღვთისმადლის წვენი, რომელიც ჩვენში მოედინება. ბევრი ნაყოფის გამოღება ქრისტეში დარჩენის ბუნებრივი შედეგია. ნაყოფი სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება ტოტის ნებით არ წარმოიქმნება, ის თავისით მწიფდება, თუ ასთან კავშირი არ გაწყდება. ფრაზა ჩემ გარეშე ვერაფერს გააკეთებთ არ არის ჩვენი დამოუკიდებლობის უარყოფა, არამედ ფხიზელი აღიარებაა, სულიერი საფუძვლის გარეშე ნებისმიერი ადამიანური მიღწევა მოკლებულია მარადიულ აზრსა და ძალას. ამ ციტატის მნიშვნელობა ის არის, რომ ქრისტიანობა არ არის მასწავლებლის გარეგანი იმიტაცია, არამედ მის ცხოვრებაში შინაგანი მონაწილეობა. მასში დარჩენა ნიშნავს მისი სიტყვითა და ლოცვით მუდმივად კვებას. ხოლო ამ ცოცხალ კავშირში წყვეტს ჩვენი ცხოვრება მშრალი ბუჩქის არსებობას და აყვავებულ ბაღად იქცევა, რომელიც კეთილ ნაყოფს იძლევა მსოფლიოსთვის. ამ დიდი ჭეშმარიტებების მიმოხილვის დასასრულს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქრისტეს სიტყვები არ არის ფილოსოფიური დოქტრინა რეფლექსიისთვის, არამედ პრაქტიკული ცხოვრებისეული. განხილული თითოეული სწავლება მიზნად ისახავს ჩვენს ცხოვრებაში სიმძიმის ცენტრის გადატანას მყიფე მედან ღვთის სიყვარულის ურყევ საფუძველზე. ჩვენ ვნახეთ, რომ რწმენის გზა პარადოქსების გზაა, სიდიადე მსახურებაშია, მშვიდობა ქრისტეს უღლის ქვეშ და ნამდვილი ძალა საკუთარი სისუსტის აღიარებაში. ამ პრინციპებს საერთო ძაფია ერთიანებს, მოწოდება სრულინდობისკენ ზეციერი მამის მიმართ, რომელიც ხვალინდელ დღეებს უზრუნველყოფს, პატიების ძალას იძლევა და ყველასშია, ვინც მის სიტყვას იცავს. და ეს ჭეშმარიტებები თქვენთვის არა მხოლოდ ტექსტად იქცეს, არამედ იმკლდეთ, რომელზეც თქვენს სახლს აშენებთ. ამოვებისა და შფოთვის სამყაროში სახარება რჩება ერთადერთ შუქურად, რომელიც ჭეშმარიტი ნეტარებისა და უხვი ცხოვრებისკენ მიმავალ გზას მიუთითებს.